ოლიმპიური კომიტეტის კომისიის წევრებმა თბილისი 2015 საორგანიზაციო სამუშაოების გადამწყვეტ ინსპექტირება დაიწყეს. სტუმრებმა, რომლებიც პრემიერ-მინისტრს და ქალაქის მერს შეხვდნენ, განაცხადეს, რომ საორგანიზაციო კომიტეტმა ყველა პირობა იდეალურად შეასრულა. ორი თვის შემდეგ თბილისში დაბრუნებულმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტის საკოორდინაციო კომისიის მენეჯერმა კატერინა ნიცოვამ შვებით დღეს ამოისუნთქა. I must say, oof. No, it's amazing. ამოვისუნთქე. ძალიან კარგია, რომ ქართულმა მხარემ ყველა დათქმული ვალდებულება შეასრულა. ახლა თამამად შემეძლია ვთქვა, რომ ნანახით აღფრთოვანებული და ცოტა შოკირებული ვარ. ცვლილებები უბრალოდ კოლოსალურია. სტუმრებმა განსაკუთრებული კმაყოფილება ახალ თბილისში მიმდებარე მშენებლობით გამოთქვეს, სადაც სპორტის 4 სახეობის თანამედროვე კომპლექსის შენდება და მათი მშენებლობის გრაფიკიც უკვე აღარ იწვევს შეშფოთებას. ახლა უკვე დამშვიდობით შემიძლია გითხრათ, რომ ყველანაირმა მხელვარებამ უკანა პლანზე გადაიწია. ქართულმა მხარემ სამუშაოების მთავარი ნაწილი შეასრულა და უნდა ვაღიარო, რომ ეს უმაღლეს დონეზე გააკეთა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მშენებლობის მასშტაბი. ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე 9 კორპუსის გარდა, რომელშიც ყველა მონაწილე სპორტსმენი განთავსდება, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს გაიხსნება, რომელსაც ყველაზე დიდი საპრესო კონფერენციო სივრცე ექნება. ის VIP სტუმართა ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ტერიტორიაზე იქნება კეთილმოწყობილი სასადილო და გასართობი კომპლექსი. ისინი დაწმობდნენ, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს დაგეგმილი გეგმაგრაფიკის მიხედვით და შეიძლება ითქვას, რომ არანაირი პრობლემა არ აქვს. პირიქით, რამოდენიმე ობიექტი უკვე დასრულებულია და უკვე წინსწრებაც გვაქვს და ამ ტემპით გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, მზადების პროცესს. ევროპის ოლიმპიური კომიტეტის კომისიის წევრები დღის ბოლოს ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და ქალაქის მერს შეხვდნენ.